მოგესალმებით, მე ვარ ანდრო ხეთერელი, წარმოადგენს ოფისმეურნეობის განვითარების ასოციაციას და ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ვიდეო პრეზენტაციების სერიას მერსი კორპუსის პროგრამის უსაფრთხო ონლაინი, უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში მხარდაჭერით და ეს პრეზენტაცია ეხება პესტიციდების უსაფრთხო შენახვას, ტრანსპორტირებას და ზოგადად ნარჩენების მართვას. ეს შედარებით მოკლე პრეზენტაციაა, მაგრამ ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ხშირად გვავიწყდება ხოლმე. მაგრამ რეალურად სწორედ ამ საკითხებით იწყება პესტიციდების უსაფრთხოება და შესაბამისად დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან გაუთვალისწინებელი რისკები და რატომ არის აუცილებელი პესტიციდების ტრანსპორტირებასთან და შენახვასთან დაკავშირებული წესების დაცვა. პრეზენტაციის ამ გვერდზე მოცემული მაქვს ის ძირითადი საკითხები, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო და პირველ რიგში შევეხები იმას, თუ როგორ უნდა შევინახოთ პესტიციდების სწორად და როგორ გადავიტანოთ პრეპარატები ისე, რომ გზაში არაფერი დაზიანდეს. პრეზენტაციაში ასევე მოცემული მაქვს ინფორმაცია ნარჩენების მართვაზე და იმ წესებზე, რაც დაცული უნდა იქნას, თუ პესტიციდი შემთხვევით დაიღვარა ან დაიფანტა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პესტიციდებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი წესი, რომელიც არ უნდა დაირღვეს, არის ის, რომ მათი შენახვა არ შეიძლება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. შესაბამისად, საჭიროა საწყობი. ამ გვერდზე ხედავთ თუ რა ძირითადი, ანუ ზოგადი მოთხოვნები აქვს საწყობს, სადაც უნდა ინახებოდეს პესტიციდები. ესე იგი, პირველ რიგში საწყობი აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული საცხოვრებელი ფართისგან და უნდა გააჩნდეს გამართული ვენტილაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურის რეჟიმი და ტენიანობა, რადგან ზედმეტი სინესტე აზიანებს შეფუთვას და რაც შეეხება ტემპერატურას, ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ შესაძლოა პრეპარატის ქიმიური თვისებები შეცვალოს და ანუ უვარგისი გახადოს მოხმარებისათვის. შემდეგი საკითხი პესტიციდების შენახვას რაც ეხება არის ნიშანდება, ანუ აუცილებელია თვალსაჩინო გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობა, რომ საწყობში უცხო პირები და განსაკუთრებით ბავშვები არ შევიდნენ. და ბოლოს მთავარი წესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ აკრძალულია პესტიციდების შენახვა იმავე სივრცეში, სადაც ინახება სურსათი ან ცხოველების საკვები. და რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ძირითადი სტანდარტები, ძირითადი წესები და თითოეულ კონკრეტულ პრეპარატ შესაძლოა ინდივიდუალური და კიდევ უფრო სპეციფიკური შენახვის მოთხოვნები ჰქონდეს და აქვთ კიდეც, რაც აუცილებლად უნდა გადამოწდეს მათ ეტიკეტზე. შემდეგ გადავიდეთ ტრანსპორტირებაზე და პრეზენტაციის ამ გვერდზე მოცემულია ის ძირითადი წესები, რაც გადაადგილებისას უნდა დავიცვათ. ანუ აქ მთავარია, რომ ტრანსპორტირებისას პესტიციდების შეფუთვა ჰერმეტულად დახურული იყოს და ასევე ტრანსპორტირების პროცესში ტვირთი კარგად უნდა იყოს დამაგრებული, რომ არ მოხდეს მისი გადაყირავება. გარდა ამისა, აკრძალულია პრეპარატების გადატანა მანქანის სალონით და შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ საბარგული ან ღია ძარა. ასევე თან უნდა გქონდეს თანთქმელი მასალები, მაგალითად ნახერხი ან ქვიშა, რათა დაღურის ან გაფანტვის შემთხვევაში ნივთიერება დროულად იქნას მოგროვებული. რაც შეეხება ნარჩენების მართვას, პირველ რიგში სამუშაო ხსნარის მომზადების პროცესში საჭიროა, რომ ცარიელი ტარა სამჯერ გამოირეცხოს და ნარეცხი წყალი შემდეგ ჩაესხას შემოსხურებელ ავზში. გამორეცხვის შემდეგ კონტეინერი აუცილებლად უნდა დაზიანდეს, მაგალითად დაიხრიტოს, რათა გამოირიცხოს მისი ხელახლა შემდგომი გამოყენება ნებისმიერი სხვა დანიშნულებით. სულ ეს იყო, რაც პესტიციდების შენახვაზე და ტრანსპორტირებაზე მინდოდა მეთქვა, ეს არის ესეთი ზოგადი ძირითადი ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პრეზენტაციების ციკლი თქვენი ინტერესების მიხედვით იგეგმება, ამიტომ დაგვიწერეთ YouTube-ზე ან Facebook-ის გვერდზე, თუ რა სფეროები გაინტერესებთ აგრონომიაში, ჩვენ აუცილებლად გავეცნობით თქვენს წინადადებებს და მომდევნო პრეზენტაციებს გავაკეთებთ თქვენს მიერ მოწოდებულ საკითხებს. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ვსვანდებოდეთ.